ბორჯომმა 3 დღის განმავლობაში პანკისიდან მოწვეულ ახალგაზრდებს უმასპინძლა. ქისტი და ბორჯომელი ბავშვების ერთობლივი ღონისძიება ცენტრალურ ისტორიულ პარკში გაიმართა. მათი მოწვევის ინიციატორი ბორჯომ ბაკურიანის ეპარქია იყო. დიდი სურვილი გქონდა რომ გაგვეცნო და დაგვეპატიჟებინა პანკისში მცხოვრები ბავშვები, ახალგაზრდები. ჩემი ოცნება რა თქმა უნდა გარდა ამ ბავშვების აქ ბორჯომში დაუპატიჟოთ სოხუმიდან აფხაზი ბავშვები. ჩვენ ძალიან გაგვეხარდებოდა თუ აფხაზი ბავშვები მასწავლებლები და მოსწავლეები მიიღებენ აი ამ დარბაზში ამ ასეთ ერთობლივ ღონისძიებაში მონაწილეობას. პანკისელი ქისტები მოგეხსენებათ მუსლიმები არიან და როდესაც ქრისტიანი ადამიანი ახერხებს იმას რომ მუსლიმი ბავშვები ჩამოიყვანოს აქ და თავის მრევლის ოჯახში აცხოვროს და მასპინძლობა გაუწიოს ეს უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე საქმეა და ამტკიცებს კიდევ იმას რომ საერთოდ კავკასიაში და საქართველოში რელიგიები არასოდეს არ აშორიშორებდნენ ადამიანებს პირიქით რელიგია ყოველთვის არის სიყვარულის საწყისი და ამდენად დღევანდელი დღეც ამისი დასტურია. ამ ბავშვებში არიან ჩეჩენი ტოლვილებიც და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენთვის იგეგმება ჩვენი ბავშვების იქ წაყვანაც პანკისის ხეობაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივ რომ ხდება ამ ორი ერის რეინტეგრაცია. ბორჯომის ცენტრალურ პარკში გუშინ ასევე გაიმართა ხელნაწერთა ეროვნული центრის намушеврების გამოფენაც. Это манускрипты показывает разные языки, на разные языки, например, на греческий, на словеник, на отман турские и тоже на еврейские языки. Это что интересно, надеюсь, для ваших зрителей. ამ გამოფენის დათვალიერება ბორჯომში შესაძლებელი იქნება რამოდენიმე დღის განმავლობაში, შემდეგ გაგრძელდება საქართველოს სხვა რეგიონში და საბოლოო ჯამში ეს ფოტონამუშევრები დარჩება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, სადაც დამთვალიერება საშუალება ექნება თბილისში უკვე იხილოს ეს ფოტოები. პანკისის ხეობიდან მოწვეულმა სტუმრებმა ბორჯომი დღეს დატოვეს.